მოგესალმებით ჩვენო ბრუტალური სპორტის მოყვარულებო. გიგვირთ ალბათ თქვენი საყვარელი პოდკასტის წამყვანების უცხო გარემოში ნახვა. იცით რომ ჩვენს პოდკასტს გამოუჩნდა სპონსორი, რომელსაც ქვია კაორი და ჩვენ ძალიან ხშირად გეუბნებით ხოლმე რომ ეს არის საუკეთესო პროდუქციის ჩამომტანიც და ოფიციალური დისტრიბუტორი, რომელიც გამოადგება ეს პროდუქტები, გამოადგება თავისთავად ძღოლებს. სიტყვაზე რო გვენდობით ეგ ვიცით ჩვენ. დარწმუნებული ვარ რომ ისიც რო არ მოგატყუებთ არაფერს, მაგრამ ეხლა დროა რომ დემონსტრაციაც ჩავატაროთ და გაჩვენოთ თუ რა მაგარ კომპანიასთან, ბრენდთან და უშუალოდ პროდუქციასთან გვაქვს შეხება და რა კარგ რაღაცას გთავაზობთ მათ, ვინც ხართ მსხოლები. დღეს ჩვენ ვართ GM Detailing-ში. აგერ ვეყრდნობით ფორდილერის ჩამოყვანილ ჩემ პირად მანქანას და ჩემ პირადი მანქანის საჭიროებიდან გამომდინარე, დღეს დავტესტავთ რამდენიმე კაორის პროდუქტს, რომელსაც მომენტალურად გაჩვენებ თუ რა შედეგი ექნება. მოდი ზუკა ერთი მაჩვენე, როგორ უნდა მოაწყრიალო ყველაფერი. პრობლემა ნომერი 1. როგორც იცით, ამერიკიდან ჩამოსულ მანქანებს, მით უმეტეს თუ მცირე დაზიანებით ჩამოყავს, ახასიათებს მცირე დეფექტები. ერთ-ერთი პრობლემა არის აი ეს საღებავის კვალი, რომელიც დიდი ალბათობით არის იმ მანქანის, რომლითაც მოხდა ამ მანქანისვე დაზიანება და დღეს შევეცდებით, რომ ეს საღებავის კვალი გავაქროთ. პრობლემა ნომერი 2 არის ამერიკული ქცევის კულტურა, როდესაც არ ურთქილდებიან ნაჭრის სალონს და ხშირად გვხვდება ლაქები, როგორც არის მაგალითად ჩემი მანქანის შემთხვევაში. ისე ყველაზე კარგად რომელი ქვეყანაულის მანქანებს გეცოდინება ხშირ? გერმანია ალბათ. იაპონელებზე, მაგრამ აი იაპონელები, კი. იცოდი მე. იაპონელებს აქვთ. ყველაფერს მოვლის კულტურა. მანქანას კი არა ატომური ბომბის მერე მოუარეს ისე ყველაფერს, რომ არც ეგ გაუჭირდებოდა. რა ჭირს აბა შენ სალონს გვაჩვენი ერთ? ესე იგი, ლაქა ნომერი 1, ასევე გვაქვს ხშირად იყენებენ ამერიკაში გეჯეტებს, რომელიც აქ ეს წებოვნება და რა თქმა უნდა ამ ყველაფერს მე მოხსნისას ამ წებო ზედაპირზე რჩება და ძალიან რთული მოსაშორებელია ისე რომ საღებავი არ დავაზიანოთ. და მსგავსად სავარძლებისას ლაქები გვაქვს ასევე ნაჭრის ჭერზე. პლასმასების საწმენდე ქაფი ოსკარი. ნაჭრის მშრალი ქიმწმენდა ტაპის, ბიტუმის და წებოვანი ნარჩენების მოხსნელი. და კარნაუბას ცვილი ტურბო. თუ იმეს აცეტონით არ გინდათ რომ ხელი დაიწვათ, უნდა მიმართოთ. არის თუ არა ეს გამქრარი ლაქა, ხო? რას გეუბნებოდით? თქვენ საერთოდ ეს სიტყვები რომ უმაღლესი ხარისხი და ნაწარმოები ევროპაში იმდენად გაცვეთილი გაქვთ ყურში, რომ აი ჩვენ რო გეუბნებით, აბა რა სიტყოდი, უდაბლესი ხარისხი არ იტყოდიო და ამიტომ გადავწყვიტეთ რომ გვეჩვენებინა რომ ჩვენ ვისთანაც თანამშრომლობთ ზუსტად იმ ხარისხს გეუბნებით რაც რეალურად არის, რომ მართლა სერიოზულ საკმაოდ ისეთი ლაქა იყო, თან რამდენი ხანია ეს ლაქა გაქრა? 3 თვე. აჰა, რამდენი წამი იყო, არ ვიცი, 5 წამში გაქრა საკმაოდ მნიშვნელოვანი ლაქა და ეხლა გადავიდეთ და სხვა პრობლემებსაც მივხვდეთ. განსხვავებით მანქანის გარეზე დაპირისგან, როდესაც ჩვენ ვცდილობ ამ ხსნარით მოხსნათ პირობითად წებო, რომელიც აქ გვაქვს, უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ეს ხსნარი შეიძლება გამოიყენოს როგორც ესეთ პრიალ ზედაპირზე, თუმცა არ შეიძლება რომ ეს ხსნარი მოხდეს პირობითად ტორპედოს. სწორედ ამიტომ დავასხავთ ნაჭერზე და ნაჭერიდან დავამუშავებთ უკვე ადგილს. აი მათ რაღაცა დაკვრეთ უკვე. ნუ ხმაბარი. მაგა. ხო, ეს არა, კარგი. რა, ყოფნის? კი. კაგარასის ისე უტყავს, რომ ომეგა. წებო სრულიად მოეხსნა. ერთადერთი რაც დაგვრჩა არის ნაკატრები, რომელსაც რა თქმა უნდა ხსნარით ვერ ამოვავსებთ. აბა ჩვენი შემდეგი before and after-ის უკან. საილუსტრაციო აგერ ლენტა გამოვიყენეთ და ჩვენ ერთ ხარეს გავასუფთავეთ, მეორე ხარეს დავდოვებთ ისე როგორც ჩამოვიდა და ვნახავთ სხვაობას, რეალურ შედეგს, რას მოიტანს.
ჩვენი ხელით, არაპროფესიონალის ხელით დამუშავებული. ხო, ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბევრი ცოდნა რო არ ჭირდება და თვითონ პროდუქტი აკეთებს თავის საქმეს, ეგ ძალიან დიდი პლუსია თავისთავად. ბარმენივით. კი ბატონო. ესე იგი აუცილებლად ვანჭყრევთ და როგორც ვიცი, უნდა გაკაფდეს. აჰა. გადაატარე აქეთაც. აქეთან მარტო აქეთ ხარ ეს. მარტო აქეთ ხარ ეს. всё, საკმარისია. და მე მგონი ერთი, აი ქვემოთ რო დაიწევს კაფი და შეწოვას დაიწყებს, უკვე შეგვიძლია მოამზადო. უკვე მაშინ უნდა გადავწმინდოთ. არგად. ყავისფერი კაფი უკვე გვეუბნება, რომ ძალიან ბევრი ჭუჭყი ამოვიდა. აჰა, შეგვიძლია ავხსნათ ახლა, რომ big reveal. სხვაობა დავინახოთ. ბატონო. რაზნიცა ვიცი მე ესეთი. ხო, რაზნიცას არ ეძახი, მაგრამ ფალტეა ბიკინის რაზნიცაზე მივზიდველი არ არის, მაგრამ ძალიან ეფექტურია. ოსკარი არის პლასმასების საწმენდი, შეგიძლიათ გამოიყენოთ მანქანის პლასმასურ დეტალებზე, როგორც არის ეგრეთ წოდებული პაროგი, ტორპედო მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არის პლასმასის და არა იმ შემთხვევაში თუ არის ტყავის და ასევე აი ამ დეტალზე, როდესაც ხშირ შემთხვევაში გვაქვს დაბინძურება. ეს არის კაორის ვაქსი ტურბო, რომელიც გამოიყენება მანქანის ბზინვარებისთვის, ასევე იღებს მცირე ზომის ნაკაწრებს და ასევე ყველაზე საინტერესო ფუნქცია რაც არის, ამის გამოყენების შემდეგ მანქანა არ იკარებს წყალს. ამ ყველაფრის შემდეგ დაახლოებით 10-15 წამს დავაცდით და უკვე ვიწყებთ ნაჭრით ამ ყველაფრის პოლირებას. და კიდევ ერთი ფაქტორი, რაც უნდა გაითვალისწინოთ, არის ის, რომ ეს არ უნდა გააკეთოთ მზის სხივების ქვეშ, როდესაც მანქანა გახურებულია. რატო იყო მნიშვნელოვანი ეს ვიდეო? იმიტომ რომ არ გვინდა რომ სიტყვები მხოლოდ სიტყვებად დარჩეს, ჩვენ ყოველ გადაცემას ვხსნით იმ ფრაზით, რომ კაორს აქვს საუკეთესო პროდუქცია თავის ნიშაში და გვინდოდა რომ თქვენი თვალით გენახათ ეს ყველაფერი. კიდევ ერთი მეგობრული რჩევა არის ჩვენგან, რომ ვინც ზოგადად ავტოიმპორტით არის დაკავებული და ჭირდება მანქანის რეალიზაცია, რა თქმა უნდა, მანქანა უნდა გამოიყურებოდეს იდეალურად და სწორედ ამისთვის არის აუცილებელი კაორის პროდუქტი და ამ ყველაფრის გამოყენება ისეთივე მარტივია, როგორც ჩანს, რადგან ეს მე დაგაგიბრე ძალიან მარტივად შევძე. თვალი ჭამს და თვალი სვამსო და ძალიან რაც თავარია ეფექტურად და რაც თავარია მარტივად შეძლებთ, რომ სანამ გაყიდით მანქანას და სანამ აჩვენებთ პოტენციურ მყიდველს, აი ესე მარტივად გაალამაზოთ და გაასუფთავოთ თქვენი ავტომობილი. სწორედ ამიტომ შეგიძლიათ ეს საქმიანობა დაიწყოთ Ford dealer-ის დახმარებით, ჩამოიყვანოთ მანქანა საქართველომდე და საქართველოში ეს მანქანა გაალამაზოთ კაორის დახმარებით.